როგორ ხართ? კარგო ხალხო, ეხლა დღეს მეორე ვიდეოს წერ გუში რო დავდე ისა, ეხლა სამსახურში მაგვიანდება, მაგრამ დიდი არა მეორესაც გადავიღებ. იმიტომ რომ ხვალ შეიძლება არ მეცალოს რა, ლენკამ იყიდა ბილეთები სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით ქართული ფილმი გადაიღეს და მაგის საყურებლად მივდივართ და შეიძლება ეხლა ცოტა დროში ავწდე და ისა და ესა რა ხო ხდებით და მაგ პონჩი უცებ გადავიღოთ მეორე ისიც თქო ვიფიქრე და აგერ ვზივარ ახლა არ ვიცი რაზე ვილაპარაკო რაღაცა მომაფიქრდა წეგან რაზე ვფიქრობდი ვაიმე ღმერთო შენ გამახსენ აუ ეხლა თუ ეგ დამავიწყდა მე რაზეც ვფიქრობდი BMW და Mercedes ხო არ გადავიღო ბარემ თქო იმიტომ რომ iPhone და Samsung-ი გადავიღე თქო და არა ეგა დებილობა თქო რა ვიფიქრე ღმერთო შენ გამახსენ ტელეფონი მიჭირა ხელში და რას ვფიქრობდი ვიღებ ნეტა ვაფშე ვახ გადაღებით ვიღებ ვა რო არ მახსოვს აუ რაზე უნდა ველაპარაკო BMW და Mercedes დედა არ ვატირე მანქანები ვაფშე ამას აუ რაღაცა კაი იდეა მომივიდა არადა ბიჭო აუ როგორ მეზიზღებ ესეთი რაღაცები აი ესეთი რაღაცები რომ ემართება ამის გამო ხო შეიძლება რომ აი მართლა ფსიქოლოგიური შოკი მაქვს რა ჩემი თავისგან წეგან მოფიქრებული იდეა დამავიწყდა ანუ რისთვის მოვიფიქრე აბა აი ჩემ თავსთან რო ვილაპარაკო აი ხა დაუშვათ წარკე ხართ რა თქვენ არ გეჭხუბებით მაგრამ აი ჩემ თავს ვეჭხუბებ აი რისთვის მოვიფიქრე თუ სამწახში უნდა დაგვიწყებოდა ია BMW და Mercedes რო ვიფიქრე BMW და Mercedes-ის დედაც თქო მე რა გავიფიქრე ღმერთო შენი სახელი სჭირე ეს არ მოდგენა არ მაქვს რა BMW და Mercedes-ი ხო არ ვილაპარაკო მართლა ის ხო არა ოხ პიზდეც საუკეთესო რაღაცაზე უნდა ვილაპარაკო თქო და რაზე ეგ არ მახსოვს კაი მოდით ვილაპარაკოთ სიზუფთავაზე ქართველი ერი საკმაოდ სუფთა ერი ვართ თუ გარეთ არ გაიხედებით და არც ოთახში არ შეიხედებით და არც იღლიაში არ დასუნავთ ადამიანს ძალიან ასუფთა არასუფთა ერი ვართ და არეული გვაქვს ბევრი რაღაცა დედამიწაზე რა ქალაქში ზოგადად ჩვენ როგორი რაღაცა გვაქვს იცი რომ აი ჩვენ რაღაცებს ჩვენი რაც არის იმას ვუვლით ანუ დაუშვათ ეხლა მე ქირითო გადავიდე რაღაც სახლში იმ სახლს იმდენად არ მივხედავ რა არ დავალაგებ ვაფშე მაგრამ იქ ვიცხოვრებ მაინც მაგრამ მე რო ჩემ სახლში ვარ შედარებით უფრო აი ხანდახან მაინც ვალაგებ ხო ესე ვართ მაგრამ აი ქუჩა ხო ჩვენია აი ეს ქუჩები ხო გინდა არ გინდა ჩვენი ამდენი ნაგავი საიდან გროვდება ხოლმე მაგასაც ვერ ხვდები რა რო არ მოგატყუოთ იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ყრია ძირს რასაც არ ვიცი ვაფშე ხალხს რატო აქვს მართლა გეუბნებით რომ ამასიან ჩაქუჩი ეგდო ძირს ანუ გატეხილი ჩაქუჩი ეგდო ტარი აქეთ ეგდო და თავი აქეთ და ესე ეგდო ძირს ანუ შუა ქუჩაში სადღაც დიღომში ხო შეიძლება ცოტა მეტი სიზუფთავი დავიცოთ არ მინდა ამაზე ლაპარაკი მაგრამ დასაცავია ეს სიზუფთავი განსაკუთრებით ყველაზე მეტად მაღაზიანებენ ტყეში ვინც გადიან ხალხი და იქ რო ნაგავს ყრიან რა აი ეგ რომ მაღაზიანებს ეგრე არაფერი რა ზოგადად ბანაობა არ გვეზარება ერთს რა მე რას ვაგვირდები არის ეხა ხალხი რა თქმა უნდა ვინც კვირაში ერთხელ ორჯერ ერთხელ ბანაობს მაგალითად კანადაში არის მე მგონი რომ კანადაში კვირაში საშუალოდ თითო ადამიანი ბანაობს 14 ჯერ კანადაში და ფინეთში მე მგონი იყო ეგ ამბავი მაგრამ ფინეთი მისაღებია იმიტომ რომ ფინეთში მოგეხსენებათ საუნა უფრო მეტია ვიდრე მაცხოვრებელი ანუ კაროჩ ფინეთში ძალიან ბევრი საუნაა რა ძალიან ბევრი იმაზე მეტი ვიდრე ადამიანი ცხოვრობს შიგნით შიგ ფინეთში ხო და საუნაში რო შედიხარ მე გინდა არ გინდა უნდა გადაივლო იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა რა ხო და აქედან გამომდინარე ფინელების მესმის მაგრამ აი კანადაში ცივად ალბათ და მაგიტო ბანაობენ მე ვერ ხვდები რა ანუ აი აფრიკაში რო ვერი ბანავებენ რაღაც ეტაპზე ვიღაცები მაგრამ ეგ ლეგენდაა მე მგონი რომ აფრიკაში წყალი არ არის იმიტომ რომ
წყლითაა გარშემორტყმული. სხვა შორის აფრიკა ბევრად უფრო დიდია და ბევრად უფრო კარგია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. აი ვიღაცები ჩემი ნაცნობები, ვინც აფრიკაში დამყოფები არ არიან, გონიათ რომ აფრიკა არის ძალიან ცუდი კონტინენტი, ძალიან ნეგატიური რაღაცები არის სულ. არა და მე თუ მკითხავთ, გაფუჭებული მხარეები არის ის მხარეები, სადაც კოლონიზაცია იყო რა, ანუ ეგვიპტე, მაროკო, აი ეგენი მეზღება რა, იმიტომ რომ ქურდები, ქურდვაცაცები და ეგეთი ხალხი ცხოვრობენ მანდ. მაგრამ ეხლა ნიგერიაში, ნიგერია არის ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა მთელ მსოფლიოში. მაგრამ ეს არავინ არ იცის. ნიგერიას ის ფორმები რო აქვთ, ის მწვანე ლამაზი ფეხბურთის გუნდს რომ მწვანე ლამაზი ფორმები აქვთ, ეგ ეს ახوار დაესისმრათ, ეგ ყველაფერი არის იმის იქიდან გამომდინარე, რომ ბუნება აქვთ ეგეთი და მათი ბუნება მე რაც მაქვს ნანახი, ოღონდ ეს ნამყოფი არ ვარ ჯერ. ალბათ არც სწავალ, მაგრამ მაინტერესებს. ნიგერიის ბუნება ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე საქართველოს. მე ესეთი დასკვნა მრჩება. იმიტომ რომ ეხლა ვიღაც ბლოგერების არაქართველების, ქართველების არ მახსოვს. არაქართველების ბლოგერების ვიღაცების ვინც მაქვს ნანახი ნიგერიაში ვინც იყვნენ, ხო? ბუნებაში აი ტყეში რო დადიან ტყეში. არანაირი ის განდონი არ კიდია ხეზე და ისა ვაფლები ძირს არ ყრია. ჩვენ ქვეყანაში აი მე მაგალითად ყაზბეგში პატარა ვიყავით, მე და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით პატარები, ყაზბეგში ვიყავით, სიონი არის ერთი ეგეთი სოფელი, მე ვცხოვრობ გორის ციხეში, გორის ციხე სოფელია, მაგაზე ერთ კაი ამბავს მოგიყვებით მე. გორის ციხე სოფელი არის და ფხელშედან ვარ წარმოშობით რა, ანუ გორის ციხე არის ფხელშეს ქვევით. ანუ რაღაცნაირად ესე ადის გზა და არის ვარდისუბანი, ეგრეთ წოდებული ტორნისა, მე არის ტყაშეტის ასახვევი, მე არის გორის ციხე და მე არის ფხელშე და იმის იქით არის ყანობი უკვე. ყანობი ძალიან კარგი სოფელი არის, ყაზბეგში თუ ხართ დამყოფი, იქით მარცხენა მხარეს ცალკეულად რო არის იმენა ცალკე რო დგას, ეგ არის ყანობი. ხო და მე ვარ გორის ციხიდან რა. ხო და სიონი არის ახლოს ჩვენთან. სიონის ტბა არა, სიონი ტყე არის. ტყე კი არა და სოფელია ჩვენთან ერთი სიონი. სიონის ტაძარია იქ და კოშკი დგას ძველი, ძალიან ძველი კოშკი დგას და იქვე არის ტყე რა, ეკლესიის უკან. და ტყეში ვარ წასულები, მე პატარა ვარ რა, ალბათ 7-8 წლის და ძირზე ყარო ვაფლები და ვჭამე. ვაფლთან სხვათა შორის ძალიან ისეთი კავშირი მაქვს მე პირადად. იმიტომ რომ როგორც მამაჩემი იძახის, ჩემი პირველი სიტყვა იყო ვაფლი. და როგორც მამაჩემი და დედაჩემიც იძახიან, მე პირველად ვაფლის გამო გავიარე. ალბათ იმის გამო რომ ვაფლი იყო მხოლოდ მაშინ კბილეული მთელს ქვეყანაში. ვაფლი რომ მოიტანეს, მე ავდექი და გავიარე. იმიტომ რომ ვაფლი მინდოდა. და ჩემი პირველი სიტყვაც რომ ვაფლია უკვე პრობლემაა მე მგონი. და მე ვაფლს რო ვჭამ ტყეში, ეგეც პრობლემა არის. ხო და ეგეთი ბინძური, ანუ იქ არ არის ბევრი, არადა დამსვენებელი. მაშინ არ იყო ყოველ შემთხვევაში. არც ბევრი დამსვენებელი არ იყო და არც მაგ ტყის შესახებ იცოდნა ბევრი ვინმე მრამე. ძირითადად იქაურები ჩავდიოდით ხოლმე და იქ ვიღაცა ჩემი ნათესავით გაკეთებული ხო არის ეგ. აი ხო ტეხავს რო აი რომ მიდიხარ და ვაფლი ყრია ძირს. ტყეში. ვაფლი იქით ბოთლი პივის აქეთ ისა, რაღაცა კრუშკები. სირცხვილია ზმა. მართლა სირცხვილია, ნუყრით. მე მაგალითად სადაც მივდივართ, ეს დიდი პარკი მეგვაქვს და იმ პარკში ჩავყრით ხოლმე ჩუ შემოვიგდებ ზურგზე და ნაცარქექი ასავით მოვდივართ უკან ბოდიში. რა გავაკეთე, ბაბა, იქ ხوار დავტოვებ. ნაგავი არ უნდა დატოვო დარსა. всё, მორჩა წერტილი კარგად იყავით. ეხლა ერთ ამბავს მოგიყვებით, მე ბავშვობაში როცა ვიყავი, დასვენებლად ვიყავი სოფელში ყაზბეგში ჩემთან რა და ეხლა მასწავლებელი მეუბნება ქართულის მასწავლებელი, რომ კაროჩე რატო არ დაწერეო? კი არა და შენ უნდა დაწერო, როგორ გაატარეო ისაო. რა ქვია, შენი ზაფხული. მეთქი, ავი სოფელში ვიყავი თქო რა. რომელ სოფელში? გორის ციხეში მეთქი რა. მე ამდენი რაღაცაო გორის ციხეშიო, იქო ციხეზე, ამაზე ილაპარაკეო, გორზე ილაპარაკეო, აი 1000 რაღაცა მითხრა, ამაზე დაწერეო. მეთქი, მასწავლებელი, აფერი არ მაქვს ეგეთი სოფელში თქო რა. ვეუბნები. და აქამ დამიწყო ჩხუბი. მაგრა დამაჯვა მართლა, აი მახსოვს, რომ დამაჯვეს თავს. ავტირდი ეტყობა. წამოვედი სახში, დედაჩემს ვეუბნები, დედა გამომაყლევეს. ანუ ეს არ მithქვამს, რა ვიცი, დედა მეთქი. ვეუბნები ამ ხალხს გორის ციხიდან და ეს ქალი მაჯვამს მეთქი. არაფერი არაა მეთქი, ამ გორის ციხეში თქო და რაზე დავწერო მეთქი ახლა. ძროხის მძღნელის მეტი არაფერი არ მინახია იქ თქო.
ვეუბნები, ესე და ესე იყო თქო და ეხლა ტყეზე და ხეებზე ხო არ მოუყვები თქო რანაირ ხეები დგას. რა აზრი აქვს თქო მაგას თქო რა. და მე დედაჩიმა დაურეკა ერთი საათნახევარი უხსნიდა რომ სხვა გორის ციხეც არსებობს დედამიწაზე საქართველოში და გორიდან არ ვარ. ხო. всё, გიყავთ. მიყვარხართ? ეს ორი კაი ამბავი მოგიყევით. ვაფლი ძალიან კაია და გორის ციხე სხვა. ერთი და იგივე სახელები ქვია ზოგ სოფელს და ნუ გგონიათ, მაგალითად აი ხა ვაზის უბანი ხო არის უბანი. ეხა ვარკეთილთან. მაგრამ სოფელი ვაზის უბნიდან არის ისა. რა ქვია იმას? ნოდარა შაქარაშვილი, დარკპლეშა. ხო და ეხა ვიღა რო იძახის ვაზის უბანში მივდივარო, ვიღაცები უნებიან წამო გაგიყვან. ვიღაც ვარკეთილი არა ძმა. აცალე ყველა თავისი წავა. ხო არის ღირსი რომ გააყვანინოს თავის. ზურიამ უთხრა ეგათა. ზურიამ გაიყო. ზურია ვინ არის? ზური არის მარკინიოსი რომ მყავდა ვიდეოებში. აი ეგ არის მარკინიოსი. ზური არის ვარკეთილე. კარგად წავედი რა, კარგად წავედი.